ნათლისღების წინა დღე დაგვიდგა ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ უწყება იოანე ნათლისმცემლის შესახებ, რომელიც გასული არის უდაბნოში და ხალხს ამზადებს უფალთან შესახვედრად. პირველი, რაც იოანემ თქვა, დაიწყო იქადაგა იყო ქადაგება სინანულზე. მას ასევე ქვია მოძღვარი სინანულისა და ჩვენც ახლა მოვისმინოთ წმინდა იოანე ოქროპირის ერთი ქადაგება სინანულზე, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის სინანული, რომ მას მიეტევოს ღვთისგან თავისი ცოდვები. ჩვენ ხშირად ვამბობთ აღსარებას, ცოდვებს ვინანებთ, მაგრამ ხანდახან ჩვენი აღსარება არა ხოლმე გულწრფელი და ადამიანი დიდი ხანია დადეს ეკლესიაში, მას შენ ვერ უსწავლია თუ როგორი უნდა იყოს მისი აღსარება. და ერთი რჩევა წმინდა იოანე ოქროპირისა ამ თემასთან დაკავშირებით. სინანულს უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია ცოდვებში ღრმად ჩაფლული კაცი, თუ ეს უკანასკნელი მოინდომებს, გაათავისუფლოს ცოდვების ტვირთისგან და საფრთხეში მყოფი, თუნდაც იგი ბოროტების ფსკერამდე იყოს დაშვებული, უსაფრთხო ადგილას გაიყვანოს. ამის მაგალითები უხვადაა წმინდა წერილში. წინასწარმეტყველი ამბობს, ნუ დაცემული არ აღდგების, ანუ მიქცეული არ მოიქცევის. სინანულს ძალულს ხატი ქრისტესი ისევ გამოსახავს ჩვენში. მოусმინე პავლეს სიტყვებს. შვილო ჩემო, რომელთათვის ყვადად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის. ოღონდ უნდა შევინანოთ. ნახეთ, კაცმოყვარება ღვთისა. თავიდანვე უნდა დავჟილიყავით ყოველგვარი სასჯელით. რა კი მივიღეთ ბუნებით რჯული და აურაცხელი სიკეთე, მაგრამ ვერ შევიცანით უფალი და ურჯულოებით ვიცხოვრეთ. მაგრამ ღმერთმა არათუ დაგვსაჯა, კვალად უხვად გვიბოძა სიკეთე, თითქოს უდიდესი ღვაწლი აგვეცრულებინოს. შემდგომ ისევ განვეშორეთ მას, მაგრამ არც ამის შემდეგ დაუჟია, არამედ საკურნებლად მოგბადდა სინანული, რასაც ძალუს ყველა ჩვენი ცოდვების განადგურება და წარხოცვა. ოღონდ უნდა ვეცადოთ, რას ნიშნავს ეს მცდელობა და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი, რას ნიშნავს სინანულით კურნალობა და როგორ გამოვიყენოთ იგი. ჯერ ერთი იგი ნიშნავს საკუთარ ცოდვათა შეცნობას და აღიარებას. ცოდვანი ჩემი გაუწყე შენ და უშვილოებაი ჩემი არა დავფარე შენგან. ვთქუ აღუარო ბრალე ჩემი უფალსა და შენ მომიტევე უხთოებაი გულისა ჩემისა. იტყოდე შენ უშვილოებათა შენთა პირველად, რაითა განმართლე. მართალი იგი თავისათვისისა სასმნელ იქნეს. მეორე, სინანული უდიდესი სიმდაბლეა. იგი გავს ოქროს ძეწვს, რომელსაც თავში მოკიდებ ხელს და მთლიანად გამოყვება. ზუსტად ასე ხდება ცოდვათა სათანადოდ აღიარების დროსაც. სული მდაბლდება, რადგან აწუხებს სინდისი. სიმდაბლეს უნდა ერთვოდეს კიდევ ის,
რისთვისაც ლოცულობდა ნეტარი დავითი. გული წმინდაი დაბადა ჩემთან აღმერთო. გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოს. შემოსრული გული არ შფოთავს, არ შეურაცხყოფს სხვებს. მუდამ მზად არის ტანჯვის მოსათმენად ისე, რომ არავის უმხედრდება. გულშემოცვლილება არსებობს მაშინ, როცა გული შეურაცხყოფილია, მაგრამ ბოროტებას ითმეს, ინარჩუნებს სიმშვიდეს და შურის ძიებისთვის არ აღიზრება. სიმდაბლეს მოსდევს მოუკლებელი ლოცვა და უხვი ცრემლი დღისით და ღამით. წინასწარმეტყველი ამბობს: დავშვერი მე სულ თქმითა ჩემითა, დავბანო მღარად ღამე, ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა, სარეჩელი ჩემი დავალტო. დაკვლავ ნაცარი ვითარცა პური ვჭამე და სასმელი ჩემი, ტირილითა ჩემითა განზავი. ესოდენ გულმოდგინე ლოცვის შემდგომ საჭიროა უდიდესი გულმოწყალება, რაც განსაკუთრებით აძლიერებს სინანულით კურნებას. წამალი მართალია, სხვადასხვა ბადახის ნაყენია, მაგრამ მათგან ერთია ძირითადი. სინანულშიც ასია. აქ მრავალ კურნებას ბადახად გვევლინება გულმოწყალება. მეტიც ყველაფერი დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. მოусმინე, რას გვეუბნება საფლო წერილი. მიეცით მოწყალებაი და აჰა თქვენი ყოველი წმინდა არს. აგრეთვე ცოდვანი შენი მოწყალებითა იხსნეს. აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს გაწმეს გულმოწყალება. შემდგომ საჭიროა ურიცხველობა, ძვირუხსენებლობა და ყველასთვის ცოდვათა მიტევება. ადამიანი ადამიანზეა გამწარებული, უფლისგან კი განკურნებას ეძიებს, ამბობს ბრძენი. მიუტევნეთ გვეუბნება უფალი და მოგეტევნეს თქვენცა. მისივე სიტყვებით ასევე აუცილებელია ძმათა დაცვა ცდომილებისაგან. მიიქეს და განალკიცენ ძმანი შენი, რათა მოგეტეოს ცოდვანი. მოციქულის რჩევით კიდევ გმართებს ვიყოთ გულსფერნი მღვდლებთან. ვისაც რაღაცა თუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას. საჭიროა ჩაგრულთა დაცვა, რისხვის დაცხრობა, ყოველივეს მშვიდად დათმენა. ახლა, როდესაც შევიტყვეთ, როგორ აღსარება სინანული და ცოდვათა მოტევება, რომ შეგვიძლია ყველაფრის თავიდან აცილება, ოღონდ სინანულის სათანადოდ გამოყენება მოვისურვოთ, განა ვეპატიება თუ საკუთარ შეცდომებზე არ ვიფიქრებთ. ჩვენ რომ ამას ვასრულებდეთ, ყველაფერი რიგზე იქნებოდა. კარში შესული უკვე შენობაში იმყოფება. საკუთარ ცოდვებზე მზრახველიც სწორედ ასია. ვინც ყოველდღიურად ფიქრობს მათზე, იგი უეჭველად მიაღწევს მათგან განკურნებას. ხოლო ვინც მარტოოდენ ამბობს, მე ცოდვილი ვარ, მაგრამ დაწვრილებით არ გამოიძიებს მათ, არც გაიხსენებს თუ როდის და სად დააშავა, იგი ვერ დაანებებს თავს ცოდვის ხნას. ასეთი კაცი ხშირად იტყვის აღსარებას, მაგრამ არასდროს იფიქრებს გამოსწორებაზე. საჭიროა მხოლოდ დაწყება, დანარჩენი კი აუცილებლად მოხვდება ამას. ოღონდ გამეტებით უნდა ეკვეთო ცოდვებს, რადგან ყოველთვის ძნელია დაწყება, შეტევა, მას ჩავყაროთ საძირკველი და ყველაფერი ადვილად და იოლად მოხდება. გირჩევთ, შეუდგეთ სინანულს.
ერთმა დაიწყოს გულმოდგინე ლოცვით, მეორემ უხვიცრემლით, მესამემ გულშემოსვლელებით. ეს უკანასკნელი რაოდენ მცირეს უნდა იყოს, მაინც არ არის უსარგებლო. უფალებ გეუბნება, ვიდოდე მჭუნვარე წინაშე შემსა, გზათა შორის გულისა მისათა, გზანი მისნი ვიხილენ და განკურნე იგი. ზოგადად კი სინანული ყველამ დავიწყოთ გულმოწყალებით. მიუტევოთ მოყვას შეცოდებანი, დავივიწყოთ წყენანი, თავი შევიკავოთ ძვირისხენებისა და შურის ძიებისგან და ამგვარად შევიძინოთ სულიერი სიმდაბლე. მუდამ რომ ვიხსენებდეთ ჩვენ სოდებს, აღარ აგვიზრავდა სიამაყეს რაიმე გარეგანი, არც სიმდიდრე, არც ძალა უფლება, არც პატივი და არც დიდება. სამეფო ტახტზე მჯდომარენიც კი წარედ ვიგლოვდეთ. ნეტარი დავითი მეფე იყო, მაგრამ ამბობდა, ცრემლითა ჩემითა, სარაცელი ჩემი დავალტო. წოწეული და გვირგვინი ოდნავ ზეგავლენაცაც ვერ ახრენდა მასზე და ვერ აღუძრავდა სიამაყეს, რადგან შეგნებული ჰქონდა თავისი გულშემოსვლელება და ამიტომაც გლოვობდა. აი, რა არის კაცთა საქმენი? ფერფლი და ჰაერი, ჰაერში გაფანტული მტვერი, კვამლი და ლანდი, ქარისგან წაღებული ფოთოლი და ყვავილის ფურცელი, სიზმარი, ოცნება, არაკი, ფუჭილაპალაკი, მოფარფატე ბუმბული, დინება, ცვალებადი და ყველაფერი, რაც შეიძლება ამაზე უფრო უსუსური იყოს. ამიტომაც მოგიწოდებთ, ვივლტოდეთ ზეციური დიდების მისაღწევად. ეს არის ჭეშმარიტი დიდება, ხოლო ყოველ ყოფიც განვეშოროთ, რათა მოგვეცეს მადლი და წყალობა იესო ქრისტესი, უფლისა ჩვენისა, რომლისაა დიდება, მეუფება, პატივი და თაყვანისება მამისა და სულისა წმინდისა თანა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. პატარა რეზიუმე ჩვენ დღევანდელი საკითხავისა. იოანე ოქროპირი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული აღსარება. რამოდენიმე სათქმელება გამოყო ამ წმინდა ქადაგებელმა. პირველი ეს არის საკუთარი ცოდვების შეცნობა და აღიარება. აღსარებაში მთავარი არის, რომ ადამიანმა თავის ცოდვები გააცნობიეროს და აღიაროს. ხშირად ჩვენ ცოდვებს ვაღიარებთ, მაგრამ არ გვაქვს სინანული. ძალიან ბევრი ადამიანი ხანდახან ამბობს საჯარო აღსარებას, თქვათ მამაკაცი ამბობს, აი მე გუშინ დავლიე, თქვათ 5 ლიტრა ღვინო, ან რაღაცა წავედი, რაღაცა მოვიპარე, ან რაღაცა ვითამაშე მოვიგე. მან თქვა ცოდვა, მაგრამ არ შეუნანია. ანუ აღიარება მარტო შენდობას არ ნიშნავს. აი ჩვენ ბიბლიაში გვაქვს ნათელი მაგალითი ამისი, აი მაგალითად მეფე საული. მანაც თავის ცოდვა აღიარა, თქვა ცოდე წინაშე უფლისა. და მეორე მეფე დავითი, მანაც აღიარა ცოდვა, მაგრამ მან ცოდვას დაურთო სინანული. აი მარტო თქმა საკმარისი არ არის, თუ მას არ ახლავს სინანული. გახსოვთ იუდას საქციელი, მან მაცხოვარი გაყიდა 30 ვერცხლად. შემდგომში მან შეინანა, როგორც ჩვენ გვასწავლის სახარება, მივიდა დემთავრებთან, ფული
უკან მიუყარა და თქვა ცოდე რამე თუ მართალი კაცი მოგეცით. და მეორე შემთხვევა, როცა პეტრემ მაცხოვარი უარყო სამგზის, მანაც შემდგომში აღიარა ცოდვები და ეპატია ღვთისგან. აი რატომ არის რომ იუდას არ ეპატია და ეპატია პეტრეს? პეტრეს ჰქონდა სინანული, ღრმა სინანული. ის მუდამ ნანობდა თავის საქციელს. და იუდა არა. იუდა მაგრამ თქვა, რომ მან შეცოდა, მაგრამ არ შეინანა. პეტრემ აღიარა, რომ მან სამჯერ უარყო უფალი, თქვა, არა ვიცი კაცი ესე, ვინ არის და მთელი ცხოვრება, აი მიუხედავად იმის, რომ მას მალევე ეპატია ღვთისგან, მან გალია ცხოვრება სინანულში. როცა მასო ესმოდაო, მამლის ყიბილიო, სულ იხსენებდა თავის ცოდვასო და სულ ტიროდაო, თვალებზე ღარები გაუჩდაო პეტრეს. აი ასე ნამემდა პეტრე თავის ცოდვას. ამიტომ მარტო თქმას საკმარისი არ არის, აუცილებელი სინანული. მეორე უნდა ქონდეს ადამიანს სიმდაბლე, რომ ცოდები ეპატიოს და ამაყი ადამიანი ბუნებრივია ვერ ნანობს. თუ ადამიანში არის სიამაყე, ქედმაღლობა, მას არ აქვს სინანული. თუ შენ თავს დაიმდავლებ, აი მერე ექნება შენდობა ღვთისგან. აუცილებელია შემოსრული გული ადამიანს ჰქონდეს სინანულის დროს, რომ მისი სინანული იყოს წამოსული გულიდან და იყოს გულწრფელი. მას უნდა ჰქონდეს ასევე გულმოწყალება და აი ხშირად მამები ჩვენ გვასწავლიან, რომ მოწყალება უნდა გაიღო, რომ ღმერთმა შენ გაპატიოს, და მოწყალე უნდა იყო. ძალიან ბევრი მაგალითი არის ასე ბიბლიაში, როცა ადამიანი მოწყალებით ფარავს თავის ცოდვებს და ღმერთს შენდობას და პატიებას ხოვს გაღებული მოწყალებით. ასევე ადამიანს უნდა ჰქონდეს ურიცხველობა, ძირუხსნელობა და ყოველთვის მიეტევება ცოდვები. არ უნდა იყოს ეს მრისხანე, უნდა ჰქონდეს მას სხვაზე არ უნდა ილაპარაკოს ძვირი, უნდა ჰქონდეს მას აი ეს განწყობა, რომ შვიდობით და სიმდაბლით იყოს და მას ეპატიება ასე ცოდები. ასევე აუცილებელია, როგორც იოანე ქრობელი გვასწავლის, ძმათა დაცვა ცდომილებისაგან. ანუ ჩვენ თუ ხედავ შენს მოყვას, რომელიც ცოდებში ჩავარდნილია, ვარდებული ხარ მას მისცე სწორი რჩევა, დაარიგო, შეაგონო, მოაქციო, განაწყო სიკეთისკენ, ცოდვაში ხელი შეუშალო და ამით მრავალ შენს ცოდვას დაფარავ. სხვადასხვა მოციქული იაკობი საოცარ სიტყვებს ამბობს, ის ბრძანებს, რომ თუ ვინმე მოაქცევს ერთ კაცს, ის ფარავს თავის მრავალ ცოდვას და დგება სხვენების და გადაჩენის გზაზე. აი ესეთი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მოქცევას და სწორ გზაზე დამყიდებას. და შემდგომში ვიყოთ გულწრფელნი ბუდნების მიმართ. როცა ადამიანი აღსარებაზე მოდის, გულწრფელი უნდა იყოს. მან ყველაფერი უნდა აღიაროს. აი კიდე მე ხელ ერთ ფრაზას წავიკითხავ. ხოლო ვინც მარტოოდენ ამბობს, მე ცოდვილი ვარ, მაგრამ დაწვრილებით არ გამოიძიებს მათ, არც გაიხსენებს თუ როდის და სად დააშავა. იგი ვერ დაანებებს თავს ცოდვის ხნას. ასეთი კაცი ხშირად იტყვის აღსარებას, მაგრამ არასდროს იფიქრებს გამოსწორებაზე. აი ხა ჩვენ რო აღსარებაზე მოვდივართ ხოლმე, მოძღვარი ეკაჩება რაღაცა გათქვევინოს.
აი მამო მე რაღაცა მარტო აღარ მიმრუშია ყველაფერი ჩავიძინე. რაღაცა აბსტრაქტული ნათქვამი. ვერ გაარკვევ, აი ძალიან ბევრი ამბობს, აი მე რაღაც ყველაფერი ვიცოდე, აი რა ცოდე, აი მაშინ თქვი. და აი ამას ერთი რაღაცა ნათქვამით გაატარებს აღსარებას. არა, ასე უნდა ჩაურმავდე შენ თავს ყველაფერი გაიხსენო. სად რა მოხდა, თქვა, შენ რაღაც დეტალებში არ მოყვე, ბუნებრივია, მაგრამ უნდა ცოდები გაიხსენო. უნდა აღსარებაზე მოემზადო. აი ჩვენ ხშირად ხედავთ როცა თქვათ თქვენ ხართ აღსარების რიგში ამ დროს არის იქ საუბარი, სიცილი, რაღაცა სხვებზე ლაპარაკი, უცბად რიგი მოგივა, მიიღებ სერიოზულ სახეს და შედები აღსარებას. ხლა ეს განწყობა შენ როგორ უნდა მოყვეს ახლა სწორი აღსარებაზე. როცა აქამდე იყავი თქვათ აი მდგომარეობაში, ცოდებზე არ ფიქრობდი, იყავი ლაღად, არ ქონდა შემოსროლი გული და უცბად დაჯექი აღსარებას. და მე აი მამო, დამისვე კითხები, ეუნები. და მამამ რა უნდა კითხოს? შენ რაც გააქვს ცოდები, ის უნდა გამოიფიქრო, მოემზადო და ისე მოხვდი აღსარებაზე. ერთხელ ერთი შემთხვევა იყო ერთმანეთს ასწრებდნენ აღსარებაზე, ვინ პირველი მოვიდა და ვინ მეორე. და ერთი ადამიანი მოვიდა, პირველი დაჯდა უცბად აღსარებაზე და აბა გეკითხები, აბა რის თქვა გინდა. და იცი მამაო რაღაცა ხა დაფიქრე რაღაც ვერაფერს ვერ ამბობს. აი ვერ მოემზადე აღსარებაზე. უთხრა ხო შემოასწრო შენ ხომ ადამიანს აღსარებაზე. ადექი ახლა, ადექი ბოლოში დაიცადე, დაუფიქრდი შენს თავს, მოემზადე მე მოდი აღსარებაზე. მაგრამ ეს ადამიანი ადგა, გავიდა დადგა ბოლოში, იფიქრა რაღაცები ამოწირა და ჩამოწირა და მე მოვიდა აღსარებაზე. აი მარტო ესე რაღაცა აი მიფუჩეჩება აღსარებაზე არ შეიძლება. არ მოგვეტევება ჩვენ ეს აღსარება. ცოდვები. კი იტყვი შენ თქვა რაღაცეებს. იტყვი, მაგრამ ვერ მიიღებ ყურნებას. აი რაც ჩვენ ჩამოთვალეთ ეს არ გაგზავნა მაგითო. ამიტომ აუცილებელია აღსარება იყოს სრული, გულწრფელი, რაც ჩვენ თქვით უკვე ეს სათნოებები მას უნდა ახდეს, ადამიანმა ღვთისგან მიიღოს შენდობა და კურნება. ღმერთმა მოგცეს ჩვენ სინანული, გულწრფელი და ცოდვების აღიარება და ასე სრული ცხოვრების მიღწევა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.